სალამი მეგობრებო. მოგესალმებით, დღეს მთელი საქართველო რა თქმა უნდა ერთად ამბავზე დარდობდა, მსჯელობდა ზოგი იქედნურად იცინოდა და არა ადამიანობას ამჟღავნებდა ეს ნაცების და ევროდებილების მოსამართით შემიძლია თქვა. ეს არის ის ამბავი, რაც დაემართა თორნიკე რიჟვაძეს, რომელსაც ვიცნობდი, მე თქვენს იცნობდით, ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა მაყურებლების წინაშე. ეხლა რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნდა მას აუცილებლად უსურვოთ გამოჯამთელება, ფეხზე დადგომა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად ყველა დეტალი ამ საქმისა უნდა გაირკვეს. სწორედ ხელისუფლება და სამთავრობო მედია იყო ის, რომელსაც არ დამალა ერთი მისხალიც კი ამ ამბიდან, არც ის წერილი, რომელიც დატოვა თორნიკემ და არც სხვა ნიუანსები, ყველაფერი არის ძალიან გამჭვირვალე. ჩვენ ახლა რაღაც თემებზე რომ დავიწყოთ საუბარი და სპეკულაციები ავაგოთ, იქნება უბრალოდ ჭორაობა, ჩვენ ეს არ გვინდა, მაგრამ იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ აბსოლუტურად ყველაფერი როგორც გამჭვირვალედ დაიწყო, ისე გამჭვირვალედ დამთავრდება და ყველა კითხვას, რომელიც ყველას ჩვენ დაგანსა აქვს, პასუხი გაეცემა. გამოჯამრთელებას უსურვებ პირველ რიგში თორნიკეს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს ხნეობას და დავალოდებით გამოძიებას, შემდეგ შეგვეძლება უკვე რომ მეორე თემა არის ბატონი რამიშვილის, ბატონ ზარალას რო ეძახიან რატომღაც ევროდებილური ჟურნალისტები, ბატონი ზარალა, ხო? მისი დაკავება, როდესაც ანუ ეგ დამაკნინებელი პონტია ვითომ? არ ვიცი. მეც გაუგიათ რას ნიშნავს ეგ რა. მისი დაკავება აეროპორტში, რომელიც აბსოლუტურად ყოველგვარი კანონის დაცვით მოხდა და თავად ბრალდებულიც არ უარყოფს ამ ამბავს, შეუძლებელია მეგობრებო, რომ საკუთარი იარაღი 1000 კამერის თვალწინ ვიღაცამ ჩაუდოს ადამიანს და დაიჭიროს. დაუდევრობა იყო და ეს დაუდევრობა გაირკვა ამ ეტაპზე, ნახოთ რას მიურჯის სასამართლო. ეს უკვე თავისუფალია. დღეს არა, სასამართლო რას მიურჯის არცებითი განხილვის დროს და დღეს წინასწარი პატიმრობა მოითხოვა ხელისუფლებამ, პროკურატურამ, სასამართლომ გირაო დაუნიშნა და გათავისუფლებულია ის უკვე. ასე რომ ეს რაღაც პროვოკაციაც არ გამოვიდა. ამით რაღაც ინსინუაციების აგება, რომ ბიზნეს დაერია ხელისუფლება, ესეც არ გამოვა, არ გამოდის ესეთი რაღაცები. ჩვენ ვიცით მაგალითები, როგორ ექცეოდა ბიზნეს წინა ხელისუფლება, რაიმე მსგავსება თუ არის, გთხოვთ რომ წარმოადგინოთ, მაგრამ ამათ ხო ჰაერზე უვართ ლაპარაკი. დავიწყოთ ლევან სანიკიძე. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ლელოს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. რა არ ვცადეთ, მოლაპარაკება, თბილი სიტყვა, საჯაროდ რაღაცა შექება, რომ იქნება ეს არ გააკეთოთ, იქ მყოფი ადამიანები, რომლებიც დღეს ტოვებენ ლელოს და ტოვებენ ფაქტობრივად ესე გამოდის უბრალოდ ხა მათი მორალური პოზიციაც მესმის, სანამ მათი ლიდერები ციხეში არიან, ოფიციალურად პარტიის წევრობაზე არ ამბობენ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენს ამომრჩეველსაც და არა მხოლოდ ჩვენ მახვილი არ უცდიათ რაც შემოთვალა ერთი იქნებ დაკაჩავება მოდი მეგობრებო პირდაპირ თქვათ რომ ამან თუ ყველაფერი გააკეთა რა თქმა უნდა არაფერი არ გაუკეთებია ამის გაკეთება ხელახლა გასაკეთებია თქვენ რას ფიქრობთ ლელოს პოზიციაზე აი თქვენ თავი წარმოიდგინეთ მაგალითად ხართ ოპოზიციაში მაიცადეთ დავასრულოთ წინადადებად ხართ ოპოზიციაში და ოპოზიციური რადიკალი ხართ მოახდინეთ ტრანსცენდენცია თავს გაცდით და წარმოიდგინეთ რომ ხართ ეგეთი რა დევიანტური ფსიქიკის რაღაცებს წარმოგადგენთ რა რადიკალი რა პოზიცია გექნებოდა არ ხართ ლელოველი რა ბიჭო შენ მე როგორ წარმოვიდგინე დევიანტური როდესაც დევიანტი ოპოზიციონერი ხარ მარგინალი მაგ ლოგიკიდან რა პოზიცია გექნებოდა ნაცი შესაბამისად შენ ასრულებ ყველა იმ დაკვეთას რომელსაც გეტყვიან რომ უნდა შეასრულო კი ბატონო მაგრამ მოდის დაკვეთა რომ სამი თვისი ჩვენ კი ვამბობთ რომ ეს იქნება სინდის პატრონის ღალატი, ეს იქნება ქვეყნის ღალატი, ეს იქნება რუსეთთან დაჩოქება, მაგრამ ახალი დირექტივა არის. მაშინ რატო ეუბნებიან ლელოს რომ ეს შეცდომა დანაშაულზე უარი. მე მაქვს სხვა იდეა. რატო ეუბნებიან ლელოს რომ შენ იგივე მე მაქვს სხვა იდეა, კაცო, შეიძლება დევიანტი იყო, შეიძლება ავად იყო რაღაცა პათოლოგით, მაგრამ ყველა ავადმყოფობას აქვს გამონათებელი. აქ აკმე, აქ რეგრესი, აქ პროგრესი, ხო? შეიძლება ეხლა აქ რაღაცა
უკან დაიხია ავადმყოფობამ, ოდნავ გაუნათდა გონება და იღებენ მონაწილეობას. რატო გამოდის? არა, შენ ოპოზიციის მხრიდან რომ ეს შეიძლება ნორმალურად იყოს აღქმული, ოკეი. გამოჯამთელების საწინდად. ხო, მე ძალიან მეუცნაურება ზოგადად მათი ეს მიმართება და ზოგადად ესე იგი ამ რადიკალურ ოპოზიციაში რაც ხდება ეს ყოველგვარ ლოგიკის იმ კანონებს, ფორმალურ ლოგიკას, ყველაფერს ეწინააღმდეგება. ძალიან რთული ახსნა. ერთადერთი ახსნა, რაც შეიძლება სწორი იყოს, აი შენი ნათქვამი, რომ ხდება დივერსიფიკაცია თვითონ დიპსტეიტისგან. ხო, ანუ ესე იგი გარე პატრონებისგან, რომლებიც აძლევენ სხვადასხვა დავალებებს, მათ ალბათ შეატყვეს, რომ ეს არის ძალიან არაპროფესიონალი გუნდი, ოპოზიცია ძალიან არაპროფესიონალი აგენტურა არის, საერთოდ წერა-კითხვის უცოდინარები და შესაბამისად მათაც არ ახედებენ საქმეში, ანუ ერთს ერთი დავალება მისდის, მეორეს მეორე დავალება მისდის. იმიტომ რომ საქმის კურსში რო იყვნენ და სრულად იცოდნენ თქვა ყველაფერი ამოცანა და მისი ყველა დეტალი, არ არის გასაკვირი რომ ვინმე მან საჯაროდ გააჟღეროს, რაღაცნაირად გამიმიტო, რომ ესეთი აი უბრალოდ რა, გარე ძალები გარკვეული ადმინისტრაციები ძალიან დიდი ხანი აყანყალებენ ჩვენ ქვეყანას და ერთადერთი ერთი ის რომ ჩვენ ძალიან ძლიერი ინსტიტუციები გვყავს სამთავრობო გუნდი მოწოდების სიმაღლეზე და მეორე ეს შიდა აგენტურა რომლის მეშვეობითაც რაღაც უნდა გაეკეთებინათ ვერაფერს ვერ ახერხებს ანუ შენ ლოგიკას ეძებ რატომღაც იქ სადაც დიდი ხანია დაკარგულია ლოგიკა ბნელოთ ახშავკათას თუნდაც ამ ბოლოს მოყოლებული რომ შევხედოთ მათ ლოგიკას არჩევნების დღეს რომ ზურა ჯაფარიძე გამოდის და ხალხს რო აცნობებს რომ გავიმარჯვეთო და დავამხეთო ქართული ოცნება მაქედან მოყოლებული ყველაფერი ალოგიკური არის და რაჭა მე რესტორანში არ ყოფილიყო დღეს რესტორანში სახლში რაჭა ნიორი შენ რესტორანიდან არ მოდიხარ არა ზმაო მე თავი ვამპირად ვიგზენი რატო არა მე არ შემიძლია ბევრი ნიორია ერთი კვილი ნიორი არა მარტო ერთი კვილი ნიორი ნახა ჩაულებრივი ვამპირი გაჩ ბავშვისთვის უნდა გვეჭმია და მეც იმას ხენი რომ მეთქი ნახე მამა რა გემრიელია თქო გეხვეწე ერთი კვილი ნიორი სიაბანდი ნიორი შეჭამე ან სკოლაში ისე გააკეთე რომ ან ჯუაჩკა დაღეჭე თავს დო ვამპირად კიდევ ერთი იქისით ისუთკე რა გიგაბოკერია კიდევ ერთი ვამპირი მეგობრებო როგორ მოიცა ჯერ გახარია მე ლელო ყოველგვარი იმის გარშე პირიქით ესე აი აროგანტული ოლიგარქიული რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია ჩემთვის მიდგომით ჩვენ ამას შვებით და ფეხებზე ვკიდიხართ ეს არის რასაც ასხიებენ ყველგან არა რატომ ამბობს ამას ნახეთ იმ განცხადებაში რომ ტერმინებს ვარ ჩეხome ასხიებენ მეთქი შეიძლება რიტორიკა კონდეთ სხვა იმის არ იყოს ცნობილი ფილმის მარსი გიტოთო შვიდობით მოვიდით და რო გესწრია კი ძახიან ლაპარაკი გვინდა მაგრამ ლაპარაკი თუ უნდათ მაგალითად იმ სიმცეში სადაც პარტიებთან ერთად იყვნენ ერთ კოლგის ქვეშ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხო პლატფორმაში რა როგორ შეიძლება რომ წინა დღეს ამის საპირისპირო განცხადებას დაეთანხმო და ორ დღეში დაიწყო კამპანია ამის წინააღმდეგ გამოაცხადო რომ არჩევნებში შევიდეთო ისე რომ არავისთან არც კი ისაუბრია ხო ანუ ფეხებზე კიდიხართ თქვენ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად ანუ შეჭამე გახარებდა დელოს ვიღაცა რომ ფეხზე კიდია ის ვიღაცა რა დღეშია დელოს რატო კაცო ალეკო ელისაშვილმა თქვა რომ თბილისშიო დავაყენო სალომე ზურაბიშვილიო და მოვიგებთო არ ვიცი შეიძლება არ გინახავთ თქვენი განცხადება ისე სხვა შორის ხშირად უნდა მიმეოროთ რომ მე რა პოზიციაც მქონდა კუბაზისადმი და თქვენ ამას არ ვიცი ვერ გაჯერებდით ან არასაკმარისად ვამბობდი რომ კუბაზე კი არის მოღალატეობის საკუთარი უპრინციპობის პოზიციის შეცვლის ფორმულა მაგრამ ჩვენ კუბაზის თქვათ მთლიანი ამ სოციალურ ჰაბიტუსის შეფასებას ვახდენთ მისი კიდე კარიკატურული სხვა ნიშან-თვისებებით, გარეგნობით და ასე შემდეგ. თორემ არანაკლებია თქო ალეკო ეს არ უნდა დაგვიწყდეს. ჩვენ კუბაზის საყვარელია და ანუ ნახე ალეკომ რა ჩოქჯენიც გააკეთა და როგორი ნატკენიც აქვს მუხლები, ნუ როგორი ნატკენიც აქვს გადატყავებული მუხლები. ხაზარაძესთან ხო ისეთი გუბას მიშაზე არ გაუკეთებია. ეგ ერთი. მერე ალეკოს პლუს აქ აი ეს და ყოყოჩინო რა კინტაურ ხო სადღაც ყვება
ეხება რო იცი რა მე ფული შემომდავაზესო მაგრამ მე ხა ეს ვერც გამიბედდეს მოდი გავუშვით ნაკაცარი არა მე ვიზარებ ბრძოლა მოვიგო გრძელვადიანად შეიძლება 5 ოქტომბერს ეს ბრძოლა ვერ მოვიგოთ მაგრამ ისე დავაზიანოთ ქართული ოცნება რომ აი მართლაც ალფეხზე იდგნენ და ყანყალებდნენ ბოიკოტით როგორ უნდა დავაზიანო არ ვიცი აი როგორ დავაზიანო არ ვიცი და ამას ვერ მეუბნებოდი აი ბოიკოტში ვარ და რა მოსდის ქართულ ოცნებას თავისით ჩამოიფშნება ერთი ეგეთი არაკია რომ დიდი სუქანი ეს კრილოვისა თუ არსებით ვისია რომ დიდი მსუქანი დიდ დუმიანი ცხარი მიდიოდა რა დიდი უშველებელი დუმა ქონდა და მელა მიყვებოდა რა და მარტო ვერ მოერეოდა ეხლა ამ ცხარს და იმ ხელა დუმა აქო რომ გავაჩერდი არ გინდა პორნოგრაფიის დეტალები არ წამო ხო არა იქ ხო კრამიტებს დალეცა ვალეკო ბიჭო ზოლაში რო შეხვალ ბოიკოტით როგორო და რუსეთ-უკრაინის ომის დროს როცა იყო ხო თქვა რომ ხოცე რუსებიო ეს სასაცილო კაცი ბიჭო ეს კარიკატურა ეს კაცი ნაკაცარი ეს ვითომ კაცი ვაი ნუგზარ ციკლავრი ძალიან საინტერესო იდეით მეგობრებო ნუგზარ ციკლავრი გამოვიდა ძალიან საინტერესო იდეით რომელსაც მანდელა ძალიან სამწუხარო არის რომ ლელო ჩემი ღრმარწმენით დღევანდელი დღიდან აღარ არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აი აქ უნდა გავაჩეროთ ანუ ლელოს პოლიტიკური რეგალია გახდა რა თავრობაშია პოზიცია ხო ჯესეთ ეს კაცი არის ძალიან კომპეტენტური ამასთან მიდიან და ეკითხებიან რომ პარტიები პოზიციაშია თუ ოპოზიციაში გაიგე აჰა და ამან თავის ვერდიქტი დადო და შესაბამისად მორჩა თავრობაში მაგრამ ოპოზიციაში რო არ არის არც აქარავი მიღონ და არც იქ ისე სხვათა შორის მართლაც დაემართა ლელოს და გახარა პორტალშია გაჭედილი ხო აი ანაწითლიძე დაარტყა ხაზარაძეს იმის ქონია ბელადომანია მამუკა ხაზარაძის ქონია პარტიაში ადამიანებს არ უნდათ მონაწილეობა მაინც რომ აზრის გამოხატვას უშლიდა იქაც ეთქობა რაჭი კი და კიდე ბევრი ადამიანი კიდე ბევრია მათ შორის ეკრანებზე მისდგანან ის ადამიანებიც პირად საუბრებში ჩვენთან რუსო საუბრობდნენ იმაზე რომ ისინი არ უჭერდნენ მხარს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას მაგრამ იმის გამო რომ მამუკა ხაზარაძეს გაჭედილი ქონდა ეს ადამიანები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ ეხლა მე მოგიტრელდები და კითხვას დავსვან რას მოიტანს ეს არჩევნები აი რას მოიტანს 4 ოქტომბერს როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმას ისევ რაც უნდა მოდი ლოგიკურად შევხედო და აქედან დავიწყოთ რა აი მე რას იტყვის ლელო ანაწილებს სხვა შორის დღეს განაცხადა რომ მამუკა ხაზარაძე ჩვენს მოსყიდვას ცდილობდა როგორო მაუთითო უი ეგ არ გინდა ხავთ არა მართლა მაუთიც ჩვენს გვაძლევდაო მაგუს და არ ავიღეთო რო ამ თემაზეო რბილად გვესაუბრაო რა ანუ არ გამაკრიტიკოთო მამუკა ხაზარაძის ძუნწობას რახან ვიცნობთ ძალიან ცოტა საძლევდა ესე იგი რამდენს მიცემდა 1000 ლარს დღეს პარტიას ალბათ ან მუსტანგს გაგატარებთო შეიძლება ლისზე აძლევდა მიწის ნაკვეთებს პატარას 5 კვადრატულს პატარას კარგი გეგელი ხო გაართქვა ისე ვარ თქვენი ძმაკაცი გეგელი ჩერეზე გურის პირდაპირ კი ბატონო ხუთი რას ნიშნავს? აი ტოტალურად არაკომპეტენტური, უგუნური, თავისიც ვერ გაიტანა და ქვეყნისასაც არ დაუჭია მხარი. წავიდნენ, წამოვიდნენ, წალაყუნდნენ, წამოლაყუნდნენ. აი ეგ არის ქოცი 2025 წელს და გავაჩერე, ეხლა მე ერთ ამას ვიტყვი შეიძლება. ერთი წუთით. ეს ლელოში რჩება ჯიგრულად. კი, რა თქმა უნდა, კი. ხო, ვიღაცამ დაწერა Facebook-ში, არ ვიცი. ძალიან მომეწონა სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს გრიგო გეგელი. აი რა. მე ერთ ამას ვიტყვი. გრიგო კიდე გაიგებარ და ვისაც არ შეესაბამება. ვანიკო ტაქტიშვილის ამბავს მინდა შევეხო. მე დავწერე სტატუსი ამაზე. აბა, გვითხრა თავის დროზე. ხო. თავის დროზე დავწერე რომ არ შეიძლება 1,200,000 ადამიანის ოჯახში ჩაფუთხება და დედის გინება. რომ ვიღაც აუცილებლად გაბარასებს თბილისი და საქართველოს ისეთი დედის გინებისთვის გაგლახავს. ეხა ეს მოხდა 2 თვის წინ კორცაც ეს უთხარი და ესეთ ადამიანებს ვინც ასეთ სხვათა შორის თუ დაგროვებული ხარ დავასრულებ ხო დამშოვანია რომ დავასრულებ ამაზე არ გავჩერდე რა და აღნიშნე რომ ეს იმიტომ კი არ მოხდება რომ ქართული ოცნება მოახდენს ორგანიზებას ამის მოხდება უბრალოდ რომ ვიღაცა ან ნასვამი ან ქუჩაში გამლილი შეამჩნევს და გაეღვიძება მთელი ეს მე რომ ვაგინო ამ მომრჩეველს მეც ამ საფრთხის ქვეშ უნდა ვიყო. კი რა თქმა უნდა. უბრალოდ ადამიანებში არასდროს კრებსითად არ შეგვიგინებია. არ შეიძლება ეგ როგორი რაღაცა იცი? ესეთ ზოგადად როცა კლასიფიკაციას ახდენდა ჯგუფს შეეხები, იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური, არ ვიცი, პოლიტიკური თუ რა კლასი და ჯგუფი, ხო? იმის ესე მოხსენება და გინება ნამდვილად არ შეიძლება. და ერთ წუთი უნდა გავიხსენოთ აუცილებლად
ჩვენ ოპოზიციას ესე იგი და ამ რაღაცა ქართულ ლიბერალურ რედაქციას ყოველთვის ახასიათებს, რომ ესე იგი თეორიას და პრაქტიკას ძალიან ურევენ ერთმანეთში, ანუ მათი კრედო არის, რომ თუ თეორია, ესე იგი, თუ პრაქტიკა არ ემთხვევა ამ თეორიას, მით უარესი პრაქტიკისთვის. ჯერ კიდე ადრე თუ Facebook-ში სოციალურ ქსელში იწერებოდა რამე განსხვავებული აზრი, მათი კრიტიკა და ასე შემდეგ, ყველას ტროლს და ბოტს ეძახდნენ. ეხლაც თუ ვინმე მირეაგირა მსგავსად, იმასაც ყველას ტიტუშკას, ანუ თუ აქცია, გესასაცილოება, მაიმუნებს ეძახი რაღაცა იმას, რა ქვია, ფსიქოდელიობა, მართლა მონსტრები და ზომბებს რო ხედავ, ესე იგი ტიტუშკა ხარ უეჭველი და არ არის ეგრე, იმიტომ რომ თქვენ არ გინდათ საქართველოს ობიექტური რეალობა გაიცნოთ და შესაბამისად მაგიტო ხართ ყოველთვის საგებულები. ამოუჩევოს რომელმაც ხმამის ოპოზიციას არასოდეს არ შევაგინებ და არ შევაგინებ. მაგაზე ვაფშე ლაპარაკიც არ შეიძლება. რაც შეეხება, როცა ის ამბობს, რომ კოდს ნიშნავს ტოტალურად არაკომპეტენტურს, უგუნურს. ესე ძალიან გეგელიასთვის ხმამაღალი ნათქვამია, იმიტომ რომ ამაზეც შეიძლება მოთხოვონ პასუხი. კი. გეგელია არის, მაგრამ გეგელიას ხო ვიღაცა დამესხა თავსო, მაგრამ ჩემი მუშტით ხუთივე კაცი გავყარეო. ეს გეგელია იყო, ხო? იპოლიტე ხუჩი არ ოყვება, რა საგეგელია და კაცმა არ იცის. გეგელია ის ტიპი ვაჟიშვილს რო უნდა აჩვენოს საკუთარს, რა ოღონდ თავარი არის ესეთი არ გამოხვიდეო და გარშე ყველაფერი მეგონი ქალიშვილსაც ეგეთულ აჩვენო, ვაფშე არ გაყვე. არ გაყვე. კარგი, მოდი დისპეჩერი ლევან სამუშია. ხაჭორის ახლა ამერიკის დისპეჩერების კურსები არის და მაღლა დაზაურება. ეს ინგლისურენოვანი დისპეჩერია პოლიტიკურ ტყვეობაში, იმიტომ რომ ისინი არიან უშეღავათო ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ, ისინი არიან პოლიტიკური ტყვეები, ისინი იმყოფებიან იმისათვის პოლიტიკურ ტყვეობაში, რომ მათ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილებები და პრინციპული გადაწყვეტილებები ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და სასიკეთოდ, მათ ძალიან ბევრი რამ ამ შემთხვევაში გაწირეს ამ ქვეყნისათვის და დავიწყოთ იმ ზღაპრით, ძალიან საინტერესო ზღაპრით, რომ რამის გულისთვის გაწირეს, ფულის გარდა გაწირეს რამე. არა, შალვა იცი რა, გადაჟორის მათი პოლიტიკაში შემოსვლის მიზეზიც იყო მხოლოდ ის, რომ დაცვა თავისი. არა. მათ უნდათ ანტიკურ ბერძნული აი სახელმწიფოს იდეა, რომელიც ძალიან მაგრა გააზრებულია. ეგ ჯაფარიძეს უნდათ, ბოდიში. მაკიაველისტი არის უფრო ხაზგასმული. ხო, და უბრალოდ ხო, და ამ გასუდარსტონიკო იდეაში, კი. ხო, იმიტომ რომ რაღაცა მეოცნებები არიან მაინც იდეალისტები, ხო? ნუ ანიკო თარხნიშვილზე ვილაპარაკეთ, ტაბლიაშვილი რომელიც არის საინტერესო პიროვნება, ნახოთ, აბა ამ ტაბლიაშვილი, არ ვიცი ჩვენ შეუწყვეთ ხელი ჩვენმა გადაცემამ თუ როგორ მოხდა, აშკარად გაიზარდა და ჩამოყალიბდა მართლა საინტერესო პერსონაჟად, არა? ხო, ანუ ჩვენ ძალიან დიდი როლი მიგვიძღვის მის ფიგურაში. ჩვენ მეგობრებო, უნდა არ ვიცით ახლა ჯერ ჩვენ არ ვიცით ამ ადამიანმა გუშინ დალია წამლები თორა და რა კარგია რომ ჩვენი გადაცემა გაძლევთ საშუალებას მისი ჯანმრთელობის მონიტორინგის. კი, მონიტორინგის ლაივ რეჟიმში ადამიანებს ხაუშოთ, აბა. გამარჯვების საწინდარი მე მაინც ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში დღეს სხვა ბერკეტი არა გვაქვს. არის ისევ და ისევ უტეხობა, აქციები და აქციები, სულ აქციები, რომლებიც გასაგებია მეგობრებო, როგორც ჩანს, კიდევ დაავიწყდათ მისი აბების აქციები არა, ეს გულისხმობს ტრეიდერობას, აქციები დაავიწყდათ. ხასიანი კაღალდები. ამ კაცისთვის აბების მიწოდება 2 ლურჯის და 1 ყვითელის. წითელი შეიძლება მიცეს, მაგრამ 2 ლურჯი და 1 ყვითელი არ მიცეს. არასკევი შაბათთან ამ აბებთან არ შეიძლება სასმელი და დალია, მე პახმელია და არ ლიქიორიანი კონფეტი შეჭა. ხო, არ შეიძლება ესე მიხედეთ. ხატუ ხოჟოს ამ ლაივები ბევრად საინტერესო არის. მითითებელ საათს დროს პირდაპირ და აქ ხო გავუშვით ხო და ლაივებში ბევრად უფრო საინტერესო პერსონაჟი იხსნება მათში. ეს გადაცემაა მართლა. ატა ბურჭულაძე. ატა ბურჭულაძე, რომელიც არის აი პატა ბურჭულაძე რეალურად არის ოპოზიციის მას გამოიცენ ერთი წუთი და პატა ბურჭულაძე ანუ ბოიკოტს არ ეთანხმება, ხო? არ ვიცი. მას უნდა ტელეფონით გაკეთო. ხო და ერთი წამი არჩევნების. სატელეფონო არჩევნები გაუშვათ პატა შეფრათ ახალი ჩვენ რო გვინდა ისეთი ქვეყანა და ეს შეიძლება მოხდეს 4 ოქტომბერს და მოხდება აუცილებლად აი ნახავთ თქვენ აუცილებლად გაუგებარია ეს მოხდება იმით ჩვენ დავიწყოთ უკვე სიარული ჩვენმა გაუგებარია ერთი წუთი მოძრაობამ დაიწყო უკვე სიარული რეგიონებში ვიყავით
ხუთ რაიონში იმაში მაგალითად სამეგრელოში ვიყავით ზესტაფონში გუშინ ვიყავით რუსთავში ხალხს ხვდებით ხალხი ძალიან მონდომებულია ხერ უკვირთ რა ხდება როგორ აუხსნით და რა ვიცი ყველაფერი მიდის ძალიან თბილისში გავდივარ სხვადასხვა რაიონებში რა ბატონები დიდი მადლობა ამ პოლიტიკურ პარტიებს არა ბოზობაზე ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ რა თქმა უნდა მეუნები ცვეტნოის კაროჩე როგორი ქვეყანაც ჩვენ გვინდა ეგ გვექნება 4-4 ოღონდ ამათ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა ბოზობასაა კაცო არა ბიჭო ისეთი ქვეყანა გვექნება უცბად ან მერის არჩევნებით მიიღებენ ისეთ ქვეყანას შეიძლება რასაუბრს ორ რამეს ამბობ ერთი რომ შევიკრიბოთ და გავამხოთ არა გეუნები ძმა 4 ოქტომბერს არალეგალურად 4 ოქტომბერსვე ჩავატაროთ სოტოვებით არჩევნები მე მგონი ეს გამოსულობა არჩევნებით თემა ეგაა რომ არჩევნები დააზღვია რომ აპირებს რეკოს მაგრამ უეჭველი კოლ-ცენტრის გაჩითვალებდა რა წინასწარ ალიბი აქვს რომ ძალიან ბევრს დავრეკავენ ჩემგან აჰა და იქ მე ეტყვის რომ შემოწირულობა გჭირდება რაღაცა ის ბატონი ბოლი გაუშვათ გახარია კიდე არ ჩამოსულა ხო კიდე მიმავალ რომ დღეს ოცნების მთავარი მიზანია რომ ოპოზიციამ როგორც მინიმუმ 4 პარტიამ არჩევნებში მუნიციპალურ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა ეს არის მათი მთავარი მიზანი ეს იქნება მათთვის ყველაზე კომფორტული გარემო ეს ერთი მეორე გაითვალისწინეთ რომ დღევანდელი ოცნების ხელისუფლებას მუნიციპალური არჩევნების გარეშე ვერაფერი ვეღარ დაასტაბილებს მერწმუნეთ მუნიციპალური არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს შექმნიან ქვეყანაში ისეც, რომ ფუნდამენტური სისტემური კრიზისი, რომელშიც თქვენ დღეს ვართ და რომლის მთავარი განსაზღვრელი რამოდენიმე სისტემური მიმართულება. ეს არის ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილება. ქვეყნის შიგნით დემოკრატიული თავართ აქ, რომ ხო, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ოცნება ჯერჯერობით სამწუხაროდ ოპოზიციას უგებს. ეს საინტერესო იმასაც ამბობს, რომ ამით აი ამბობს, რომ ამ ქვეყანას მაინც ვერ გავასწორებთო და ძილი რაღაცა მოვიკლოთ. ძილი რაღაცა მოვიკლოთ. ძალიან მაგარია. ამ ქვეყანას მაინც ვერ ოღონდ ეგეთი აქცენტი. აი დაახლოებით ეგ გამოვიდა. და მაგარი მულტფილმში არ არის ეგ იმაში. ლონდრეშია. იმაში ამერია საზავო. ამ ქვეყანას მაინც ვერაფერი ვერ გავიდა. ძილი რაღაცა მოვიკლოთ. ჯიგარი ხარ. მოდი გავუშვათ ხუხაშვილი, ეს საინტერესო ამბავს ამბობს. მე ნიშნა სააკაშვილის განცხადებაში, ხო, რომ ლიდერების სიმწირეზე რო ლაპარაკობს. ეს რბილად ნათქვამია. მან ამით რა თქვა, ხო, წკარებშურის რა უნდა წავიგო? არ არსებობს ლიდერი, რომელიც გაუძღვება ბოიკოტს. ჩვენ უნდა გვესმოდეს და პარტიებმაც უნდა გაუსწორონ ამას თვალი, რომ ისინი არ არიან აქტორები რეალურად ამ პროცესის. აქტორი არის ხალხი. ხალხი და ხალხთან ხიდების გადება თუ ვერ მოახერხეს ამ ესე რომ ვთქვათ ლიდერი, ანუ თავისი ფუნქციის შესრულება პოლიტიკურმა კლასმა. წარმენიან რამდენი წელი არიან ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკაში და კიდე ხიდების გადებაზე რომ ლაპარაკობ 20 წელია პოლიტიკაში ხარ. დედა გაკნატილები ესე იგი რა. კაცი რომელსაც ერთი პროგნოზი არ დაგისვია. არა. პირიქით როჟდება. ანუ დაჟე სიახლოვესაც რო არ ყოფილა შენი პროგნოზი რეალობასთან. მე კიდე რო გამოდიხარ და კიდე რო პროგნოზებს აკეთებ, არის სირცხვილი მინიმუმ. და მე მგონი ხუხა საერთოდ არ უნდა გავუშვათ ხოლმე. ხუხა არ არის ეგ კალიბრი რომ ჩვენთან გავუშვათ. არც სასაცილოა, არც საკმარისად. კაი, მაშინ ლიაკა გავუშვათ. ჩვენ ვიწყებთ რაღაცა შეჯიბს თითქოს ერთმანეთთან. თითქოს ლელო და ვიღაცა სხვა ერთმანეთს ეჯიბრება. მოდით რეალობა ვთქვა, ჩვენ ვართ მე-1000 ხარისხოვნები. ან ჩვენ პოლიტიკური გავაჩეროთ. ჩვენ ვართ ჭიჭვეიშვილი. ხანდახან მე ვიჩემბեղები ვარ რა გამოკრთომა ხდება ჭეშმარიტება. ანუ ჭეშმარიტება ესენი რომ დებილები არიან. აი ეს ჭეშმარიტება იმდენად ფუნდამენტურია, რომ ხანდახან იმდენად ბრწყინვალე და კაშკაშაა, რომ ამათი ტალახიც ვერ მალავს, იცი? აი ესე პოეტურად შემიძლია ხوار დადიოდი ლექსებზე. წერდი თავის პოლიტიკურ ლექსებს, კი ბატონო. მე ვწერდი და ის ბიზნესმენი რო ბიჭო ლაკას მე მგონი ეხა რა კიცი ახმელიაზე რო დეპრესია გიტევს ხო იცი ხო ეგ არის კარგად რო იყავი და უცებ რო აღარ ახარ აი რა კარგად იყავი ის ბოლო დღე რო არა მარტო და გადააგდო კაროჩე გასადამდე უნდა სვა არა მარტო მოდი მეგობრებო აგან შეუტია კი ბატონო არა ეგორი დღე ხო ქნა ორი დღე ხო გაქარშა ნაპიტოფის გარეშე და კი ეხა მე მგონი ეხა აწყვეტილი აქვს ნახი და შელი არ ძალიან საინტერესო
ტაივანის აგენტი. ტაივანის აგენტი. პრაქტიკულად ყველაფერი შეიძლება დაკოკარგინოს ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ჯერ და მერე უკვე მოგვარების და სომხურ-თურქული ურთიერთობების თანდათანობით პოზიტიური დინამიკის კვალობაზე ჩვენ თუ გავქრით ამ მაგიდიდან და ამ წუთის მდგომარეობით გამქრალი ვართ, შეიძლება დავყარგოთ ყველაზე მთავარი და ეს ზღვის სანაპირო ქვეყანა გავხდეთ ჩიხი, რომელიც არავისთვის საინტერესო აღარ იქნება. სტოპ. ანუ 3+3-ში უნდა მივიღოთ მონაწილეობა? ვერ გავიგე. რასავს? ანუ ირანთან არა, მაგას კი არა. ბაქოში ჩავიდა ირანის. არა, ერთი წუთით. მე ვინ არის შუა დერეფანი? არის თურქეთი, არის ისა რა ქვია? ბაქო და ირანის პრეზიდენტი ჩავიდა იმასთან და ანუ ამათთან უნდა დავალ. ვერ გავიგე ეს ტაივანის ის არის თუ ვისი ის არის რა ქვია? ჩინეთის. ტაივანის. ეს ამბობს, რომ ჩვენო ევროპასთანო თემებში უნდა ვიყოთო. რა თემებში? შუა დერეფანი უნდა შევინარჩუნოთო, ხო? და როგორ უნდა შევინარჩუნო, როცა თითოეულ ვიზიტზე ირანში, თითოეულ ვიზიტზე თურქეთში ან იმაში რა ქვია, ბაქოში ეგენიღა დაგჭად, ეგენიღა გაღიარებენ და იქეთლურად ეს თვითონ ეს ქალბატონი დაგწინის. ჩამოყალიბდეს რა. ამის დასაცინი ხელახლა დასაცინი. ანუ სომხეთთან პოზიტიური დინამიკა რო აქო აზერბაიჯანსა და თურქეთს რაც ერთი დეგივა ჩვენც იქ უნდა ვიყოთ სადღაცო და გიშვებს ვინმე? გიშვებს? ჩვენ მაინც დავაკეთებთ ამას, მაგრამ ლიბერალიზმი ძალიან სასაცილოა ამის გაგება რა. არა მართლა ლიბერალიზმი ჩვეულებრივად რატო ვამბობ წმენით კატეგორიაში რატო გადავიდა მას აღარ აინტერესებს ხო არც საფუძველი და რაციო ანუ ის აღარ ექვემდებარება ერთი ფორმალურ ლოგიკას და მეორე ამ გრძნობად ობიექტურ რეალობას ანუ მას აღარ აინტერესებს ეს არის წმენითი კატეგორია სადაც წმენით კატეგორიას მე რო რაციონალიზმით გელაპარაკები და შენ გწამს როგორ შეიძლება ჩვენ სინტაქსი დავსვათ ვაფშე არ აინტერესებს არაფერი ბატონო მეგობრებო, ერთ შემიძლია ერთი-ორი სიტყვა თქვა დახურულ რადიოში რომ მისცა ინტერვიუ. ტრამპის მიერ დახურულ რადიოში პროპაგანდის ინსტრუმენტად აღიარება. ეს იყო ბოლო კუდის მოქნევა ამ ქალბატონის, რომელიც, რა ვიცი, კომენტარად ღირს თუ არა, არ ვიცი. ალბათ არც ღირს. და თუ ჩვენ აი ესეთ ჩინოვნიკებს აი ესე პასუხობთ როგორც თვითონ იცახის. მე ამაყი ვარ რა. მე ძალიან მომწონს. ამაყი ვარ რომ აი ესეთ ჩინოვნიკებს როგორც ეს არის, ესე განაჩენი. ანუ დეგნანის შემთხვევაში იყო მთავარი აბსურდი, დეგნანის დანიგანის. პრინციპ შეიძლება იგი. რა მომეტრა მნიშვნელობა აქვს უკვე. იყო მთავარი აბსურდი ის, რა კომენტარის გააკეთა ბიძინა ივანიშვილზე, იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში როგორც ჩანს კიდევ ვერ გაიგეს ბიძინა ივანიშვილის პერსონა და რა ვერ ხვდებიან ვერანაირ შინაარსს და კონტექსტს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დაუშვა ის შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანი პირადი რაღაცის გამო არ შეხვდა და არ შეხედო იმას, რომ ეს ადამიანი რეალურად 2011 წლიდან მანამდე სხვა ამბავია. 2011 წლიდან მარტო იმისთვის იბრძვის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა და მშვიდობა და მაგაზე თქვა, რომ ეს პირადი ინტერესებში ოპერირება ძალიან მაგარი პირადი ინტერესები აქვს. ეხლა ამ ოფშირო არ ჩამოდის. მაგიტომ განაცხადა უარი ჩემი ვიზიტის მიღებაზე. ნუ ნიშნავს, რომ საერთოდ არ წარმოდგენა არ აქვს. თურმე გასაჭიროა აიძულა ბიძინა ივანიშვილი, თორე მისი ქონების პატრონს ნებისმიერ ქვეყანაში არ შეეძლო ცხოვრება და აი უბრალოდ თურმე საკუთარი ამ პატარა ქვეყნის რომელსაც დაახარჯა ამდენი ფული სხვაგან ნაშოვნი. აი ამ პატარა ქვეყნისში ფულის საშონა დარჩა პირადი ინტერესების გამო. არა ეს მართლა იდიოტობა. დიდი მადლობა მეგობრებო ჩვენ ხმეს ხვალ შეხვდებით. მადლობა ყურადღებას. ტონიკეს გამოჯამთრებას უსურვებთ. კარგად გრძნობთ. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს.